კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტომ საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალი e-კალათა ამოქმედა. რა კონკრეტული ინფორმაცია ხდება ხელმისაწვდომი და რომელ სავაჭრო ქსელებში არსებულ ფასებზე მიიღებს ინფორმაციას მომხმარებელი. დეტალებით პირდაპირ ეთერში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე გვერდება. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და ჩართვისთვის. მოგესალმებით ანა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ბატონო ირაკლი, დღეს თქვენმა უწყებამ საოჯახო ელექტრონული კალათა წარადგინა. პირველ რიგში გითხარით, რა არის ამ პლატფორმის მთავარი მიზანი და კონკრეტულად რა შესაძლებლობას აძლევს ის მომხმარებელს? ანა, თქვენს აღნიშნეთ, კონკურენცია და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ წარადგინა ელექტრონული კალათა, რომელიც მოიცავს საქართველოში მოქმედი ლიდერი სუპერმარკეტების ქსელებში არსებულ საუკეთესო შემოთავაზებებს, საოჯახო კალათის ძირითად სასურსათო პროდუქტებზე. ამ ეტაპზე ჩვენ პორტალზე განთავსებული გვაქვს 12 სუპერმარკეტის ქსელი და დაახლოებით 13 კატეგორია ძირითადი საბაზისო პროდუქტის ჩვენს მაყურებელს შეუძლია შესაბამის მისამართზე აღნიშნული იხილოს. გარდა ამისა გვაქვს სხვა სასურსათო კატეგორიები და თუ მაგალითად კონკრეტულ ქსელებს ექნება სურვილი რომ ამ საბაზისო პროდუქტების გარდა განათავსონ სხვა პროდუქტებიც, ბუნებრივია მათ ეს შესაძლებლობაც აქვს. ამ ეტაპზე დაახლოებით 250-ზე მეტი საუკეთესო შემოთავაზებაა განთავსებული აღნიშნულ პორტალზე. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და პარლამენტის სურსათის შემსწავლელი კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე მოხდა საფუძვლიანი და კომპლექსური შესწავლა FMCG სექტორის, იდენტიფიცირებული იქნა რიგი საკითხები, რომელიც ამ სფეროში სასურსათო პროდუქტების მიწოდების ჯაჭვში არის მნიშვნელოვანი. შედეგად იქნა დასახული მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიები. ამ მოკლევადიანი სტრატეგიების ფარგლებში თქვენ იცით უკვე რომ ქსელებმა და წამყვანმა ქსელებმა საქართველოში დაიწყეს სასურსათო პროდუქტებზე საუკეთესო შემოთავაზებების ფორმირება, რომელიც მოიცავს როგორც ფასდაკლებებს, ასევე მათ ქსელში არსებული საუკეთესო ფასის ასე ვთქვათ განსაკუთრებულ პოზიციაზე შეთავაზებას ჩვენი მოქალაქეებისთვის და იდგა საკითხი, რომ აღნიშნული შეთავაზებები მოქცეულიყო ერთიან ციფრულ პლატფორმაზე და აღნიშნული დაევალა კონკურენცია და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს. დღეს ჩვენ წარვადგინეთ აღნიშნული პლატფორმა, სადაც მომხმარებლებს აქვთ საშუალება, რომ ერთიან სივრცეში შეადარონ სხვადასხვა ქსელებში ერთი და იგივე ან განსხვავებული ტიპის სხვადასხვა პროდუქტებზე საუკეთესო შემოთავაზებები, შექმნან საკუთარი კალათა, აწყონ საკუთარი კალათა და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება ამა თუ იმ პროდუქტის შეძენისას ან პროდუქტების კომბინაციის შედეგად, რომელი ქსელი არის მათთვის ბევრად უფრო მისაღები შემოთავაზებით გამორჩეული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოქალაქეებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ერთის მხრივ უზრუნველყოფს მათ ინფორმირებას და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას და მეორეს მხრივ ინფორმირებული არჩევანის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი, რაც ჩვენი უწყებისთვის არის, ეს არის ქსელებს შორის კონკურენციის უფრო მეტად გაძლიერება და ამ პროცესის ხელშეწყობა, იმიტომ რომ აღნიშნული ინფორმაციის მოთავსება ერთ საინფორმაციო სივრცეში ფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად გააძლიერებს კონკურენციას. ეს არის ამ პროექტის მთავარი არსი, მომავალში დაგეგმილია ასევე გაუმჯობესება სხვადასხვა მიმართულებებით და ჩვენ შევეცდებით, რომ სხვადასხვა არა მარტო ელექტრონული პორტალით, ასევე სხვადასხვა საინფორმაციო წყაროების საშუალებით მეტ მოქალაქეს მივცეთ მსგავსი ტიპის ინფორმაცია. ბატონო ირაკლი, უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, რომელ სავაჭრო ქსელებში არსებულ ფასებზე მიიღებენ ინფორმაციას მოქალაქეები და გაფართოვდება თუ არა მონაწილე კომპანიების ჩამონათვალი დროთა განმავლობაში? მე გითხარით, რომ უკვე 12 მარკეტის ქსელია წარმოდგენილი აღნიშნულ პლატფორმაზე. ეს არის ლიდერი მარკეტები, რომლებიც საქართველოში უკვე საკმაოდ ფართო ქსელს ფლობენ და ძირითადად სასურსათო პროდუქციის
მიწოდებაში მომხმარებლისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. Რა თქმა უნდა, გაფართოება შესაძლებელია და შეიძლება დაემატოს სურვილის მიხედვით სხვადასხვა ქსელები, ვინც ამ პროგრამაში ჩართვის სურვილს გამოხატავენ და ეს ალბათ უახლოეს პერიოდში საიტის დინამიკაზეც და პროგრესზეც აისახება. და ბუნებრივია, ვინც თვალყურს ადევნებს და ჩვენი მომხმარებლები, ვინც ნახავს აღნიშნული პორტალით ისარგებლებს, ბუნებრივია ამ დინამიკის ხილვის შესაძლებლობა იქნება. რაც შეეხება ცამეტ საბაზისო პროდუქტს, ეს არის ძირითადად სასურსათო პროდუქტები, რომელიც როგორც სხვადასხვა კვლევებმა აჩვენა, ყველა მოქალაქის საბაზისო კალათაში და ბიუჯეტში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და გაყიდვების საკმაოდ დიდი მოცულობითაც გამოირჩევა. ეს არის მაგალითად რძის პროდუქტები, ეს არის ხორცის პროდუქტები, ეს არის სხვადასხვა ტიპის ისეთი პროდუქტი, მარცვლეული, ბურღულეული თუ ესე შემდეგ, რომელიც მნიშვნელოვანია თითოეული ოჯახის საბიუჯეტო დანახარჯებში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა ალბათ რაც არის აღნიშნული შემოთავაზებები, კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამ, ზოგი არის მნიშვნელოვანი ფასდაკლებით წარმოდგენილი, ზოგი მუდმივი ფასით, მაგრამ იმ ქსელში მუდმივად წარმოდგენილი ფასი არის საუკეთესო ფასი. ყველა მოქალაქეს ეს ინფორმირება მისცემს საშუალებას, რომ მნიშვნელოვანი დანაზოგი გააკეთოს თავისი საოჯახო ბიუჯეტის, რაც ვფიქრობ, რომ ბევრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე ხაზს გაუსვამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომ თან დღეს ძალიან ეს არის საუკეთესო ევროპული პრაქტიკა და ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში დგას ბუნებრივია სურსათზე ფასების პრობლემა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბოლო პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ძალიან ისეთი ბევრი დაძაბულობის კერაა შექმნილი და ლოჯისტიკა თუ სხვადასხვა ფაქტორების გამო პროდუქტები არის შეიძლება იყოს გაძვირებული, ამიტომ ძალიან ბევრმა ქვეყანამ დაიწყო ზრუნვა ფასების გამჭვირვალობის პროექტების განხორციელებაზე. სწორედ ამ ესეთი ტიპის პროექტია, ფასების გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, მოქალაქის ინფორმირებისთვის, მათთვის ინფორმირების შედეგად გარკვეული დანაზოგი შექმნისთვის და ყველაზე მთავარი, რაც ჩვენ უწყება საინტერესებს, ეს არის კონკურენციის გაძლიერება ამ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შედეგად. ბატონო ირეკლი, საინტერესოა, როგორ განახდება მონაცემები თავად პლატფორმაზე, რა პერიოდულობით აისახება ფასების ცვლილება და რამდენად ოპერატიულად შეძლებს მომხმარებელი მიმდინარე აქციებისა და ფასდაკლებების ნახვას. მოდი ხაზი გავუსვათ იმას, რომ ეს არის საუკეთესო შემოთავაზებები ყველა ქსელებისგან. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვართ კონტაქტზე პორტალზე განთავსებულ ქსელებთან, ეს მათგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ხდება. აღნიშნული ინფორმაციის განთავსება და ბუნებრივია ამ კომუნიკაციის შედეგად ჩვენ ზუსტად ვიცით რა დროს როდის მოვიდეს ინფორმაცია მათგან. ყოველდღიურ რეჟიმშია აღნიშნული პროცესი და დინამიურად იქნება ეს განახლებები ისე რომ მოქალაქეს პორტალზეც და ქსელშიც ერთი და იგივე ფასი და ერთი და იგივე შემოთავაზება, ესე რომ ვთქვათ, დახდეს და კიდევ ერთხელ ამბობ, ჩვენ ვეყრდნობით ქსელებიდან მოწოდებულ ინფორმაციას და პრაქტიკულად ყოველდღიურად შეიძლება მოხდეს აღნიშნულის განახლება. რა შედეგებს ელოდებით ამ პროექტისგან? საინტერესო და თქვენ ნაწილობრივ შეეხეთ და მითხა სიღრმისეულად ვისაუბროთ ამ თემაზე. ხომ არ შექმნის პლატფორმა დამატებით სტიმულს, რომ სავაჭრო ქსელებმა ფასები კონკრეტულ დონეზე შეინარჩუნონ, კონკურენტულ დონეზე შეინარჩუნონ? მე უკვე ვახსენე, რომ მთავარი შედეგი იქნება კონკურენციის გაძლიერება, რადგანაც ერთ სივრცეში თავმოყრილი შემოთავაზებები უზრუნველყოფს ფასების მეტ გამჭვირვალობას და ასეთ პირობებში ყველა ქსელი შეეცდება, რომ კონკრეტულ პროდუქტზე და კონკრეტულ მიმართულებაზე თუ კატეგორიაზე კონდეს სხვაზე უკეთესი ფასი. ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში სასარგებლოა მოქალაქისთვის, რომელიც ისარგებლებს ამ კონკურენციის გაძლიერების შედეგად საუკეთესო შემოთავაზებით და ბუნებრივია პირველ რიგში ამ პროცესს ველოდებით, რომ ქსელებს შორის კონკურენცია იქნება ბევრად უფრო მძაფრი ვიდრე იყო და ეს ჯანსაღი პროცესია საბოლოო ჯამში აბსოლუტურად ყველასთვის და პირველ რიგში სასარგებლო მომხმარებლისთვის, იმიტომ რომ მას აძლევს საშუალებას ამ ინფორმირების შედეგად გარკვეული დანაზოგების გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდეს. და ბოლოს მინდა კითხოთ, როგორია პროექტის განვითარების შემდეგი ეტაპი? იგეგმება თუ არა პლატფორმაზე ახალი პროდუქტების, რეგიონული მაღაზიების ან დამატებითი ანალიტიკური ფუნქციების დამატება, რათა მომხმარებელმა კიდევ უფრო სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს? აღნიშნული პორტალი ნაწილია იმ მონიტორინგისა, რომელსაც კონკურენცია და მომხმარებლის სტატუსის აგენტო ახორციელებს. ბუნებრივია ჩვენ მოგვეხმარება, რომ მონიტორინგი უფრო სიღრმისეული და ფასებზე დაკვირვება უფრო დინამიურ პროცესში დავინახოთ.
ყველა ქსელი კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ვინც საჭიროდ ჩათვლის და მნიშვნელოვნად ჩათვლის, რომ შემოუერთდეს აღნიშნულ პროექტს, რა თქმა უნდა, ეს ღიაა ამისთვის. ამიტომ ეს სურვილის მიხედვით იქნება მომავალში, რომ მეტი ქსელი ჩაერთოს და მეტი ქსელის ჩართულობამ მეტი უკეთესი შეთავაზების შესაძლებლობა მისცეს მომხმარებლისთვის. პროექტის განვითარება, რა თქმა უნდა, იგეგმება პირველ რიგში ალბათ უფრო ფართო მოცვისთვის მხოლოდ ელექტრონული პლატფორმას ექნება ალბათ მოცვა სხვადასხვა სატელევიზიო თუ სამაუწყებლო სივრცეებში, იმიტომ რომ თუ იმეს სურს, რომ პირობითად ამ სივრცეებიდან მიიღოს ინფორმაცია, ბუნებრივია ამას უზრუნველყოფთ და ასევე სხვადასხვა აპლიკაციების ფორმებში ალბათ მოხდება ინტეგრირება აღნიშნული პორტალის იმისთვის, რომ ვინც ხშირად სარგებლობს და ეხმობა სხვადასხვა მობილურ მოწყობილობებს, იქ კონდეს უფრო ხელმისაწვდომობა აღნიშნულ ინფორმაციაზე. თუმცა მობილურ მოწყობილობაში დღესაც შეუძლია ნებისმიერს ნახოს ეს ინფორმაცია, აღნიშნული პორტალი ადაპტირებულია მობილურ ფორმატზე და ძირითადი ინფორმაციის მიღება, საუკეთესო შემოთავაზება კონკრეტულ პროდუქტზე, საუკეთესო ქსელში ან საუკეთესო შემოთავაზებებით შექმნილი კალათის შესახებ ინფორმაცია დღესაც თავისუფლად შეუძლია გააკეთოს როგორც კომპიუტერიდან, ასევე მობილური მოწყობილობიდან. ძალიან დიდი მადლობა, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და ქვეყნისთვის საჭირო პლატფორმა ამოქმედდა დღეს. წარმატებებს გისურვებთ ბატონო ირაკლი თქვენს და ჩვენს ქვეყანასაც, დაგემშვიდობებით, მაყურებელს შევახსენებ კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.